Kto jest przeciw? პოლონეთის პარლამენტმა გაახანგრძლივა კანონმდებლობა, რომელიც ბელარუსიდან შემოსვლელი მიგრანტებისთვის თავშესაფრის მოთხოვნის უფლებას დროებით აჩერებს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კანონმდებლობის გახანგრძლივების აუცილებლობა ეროვნული უსაფრთხოების არგუმენტით დაასაბუთა. ის და მისი მთავრობა ამტკიცებენ, რომ მოსკოვი და მინსკი მიგრანტებს ევროპის დესტაბილიზაციისთვის იყენებენ. Łukaszenka i także Putin mobilizują. ლუკაშენკო და ასევე პუტინი კონტრაბანდისტების დახმარებით ათასობით უკანონო მიგრანტს აგროვებენ. ისინი მათ აგროვებენ პოლონეთის, ფინეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საზღვრებთან. ეს მათთვის ჰიბრიდული ომის სერიოზული იარაღია. კანონმდებლობას აკრიტიკებენ ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის არც საერთაშორისო და არც ევროპულ თავშესაფრის შესახებ კანონს არ შეესაბამება. უფლებადამცველი ჯგუფების შეფასებით 2021 წლიდან პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით ადამიანი კი პოლონელი მესაზღვრეების მხრიდან ძალადობრივ მოპყრობას განიცდიდა.